მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემა მინდა ამერიკელი ფსიქოლოგის ერიხ ფრომის ერთი ციტატით დავიწყო. ოღონდ თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი მიზანი არავის შეურაცხყოფა რა თქმა უნდა არ არის. აი რას წერდა ფრომი. იმისთვის რომ სიბრიყვის საერთო დონე შევამციროთ, ინტელექტის გაზრდა კი არ გვჭირდება, არამედ ხასიათის სხვა ტიპი, დამოუკიდებელი, ინიციატივიანი, ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანები. აქ ციტატა სრულდება. ბოლოდან მოუყვეთ, ქართველებს გვახასიათებს თუ არა ცხოვრების, სიცოცხლის სიყვარული. ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ქართველების ეროვნული თვისება სწორედ სიხარულისკენ სწრაფვა და სიცოცხლის მძაფრი შეგრძნებაა. ამ სიტყვების ყველაზე ხშირ დადასტურებას ქართულ ლიტერატურაში ვიპოვით, მაგრამ ლიტერატურას თავი რომ დავანებოთ, სიხარულისკენ სწრაფვა პლაკატურად არის ასახული ცნობილ შეძახილში, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ქართველის არხეინობა, დაუსაბუთებელი ოპტიმიზმი და იმპულსურობა ხშირად განაპირობებდა სიცოცხლის მიმართ მეტნაკლებად მსუბუქ ზედაპირულ დამოკიდებულებას, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე საფუძველი სიმამაცის და თავის იოლად გაწირვის. მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა მოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს ღერად. აი ამას ამბობდა ავთანდილ ვეფხისტყაოსანში და მისი ეს განწყობა არის თითოეული ქართველის ბუნებრივი მდგომარეობა. თავგანწირვის გასაოცარი უნარი დღემდე მოყვება და ამის მაგალითს ყოველდღე ვხედავთ ჩვენ გვერდით. წინა წლებშიც ბევრჯერ ვნახეთ ნამდვილ ომებში, მაგრამ როდის დავკარგეთ სიხარულისკენ სწრაფვა? ჩემ თაობას ახსოვს, როგორი ენთუზიაზმით შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გზას 1990-იან წლებში. თუმცა თავისუფლების პირველივე 10 წლეულში მარცხზე ვიწუნიეთ. როგორც ლიტერატორი თამაზ ვასაძე ამბობს, ახლა ციტატას გეტყვით, საბჭოთა კავშირში შემავალ არც ერთ სხვა ხალხს თვითშეფასება ასე მკვეთრად და დრამატულად არ შეცვლია, როგორც ქართველი ხალხის თვითშეფასება შეიცვალა. საქართველოს ეგონა საკუთარი თავის საუკეთესო, გამორჩეული, ყველაფრით დაჯილდოებული, რაღაც განსაკუთრებული მისიის მქონე. ეს დაიმსხვრა, ანუ ხალხს ერს დაემსხვრა წარმოდგენა თავის თავზე, უმძიმესი ტრამვა განვიცადეთ, ხოლო ტერიტორიები კი არ ჩამოგვაჭრეს, ჩვენი ცნობიერებაც დავიწროვდა, დაკნინდა და დაბეჭავდა. აქ ციტატა სრულდება. დიდი სია შეიძლება ჩამოვწეროთ იმ ფაქტების და მოვლენების, რაც ქართველებმა გადავიტანეთ, სანამ აი ამ აღწერილ მდგომარეობამდე მივიდოდით და სანამ იქ აღმოჩნდებოდით. მარცხის ტალღებთან გასამკლავებლად პირველ რიგში ანალიზის, რეფლექსიის უნარი გვჭირდებოდა. უნდა გაგვიაზრებინა, რატომ დაუშვით ამდენი შეცდომა, რა იყო გარდაუვალი და რა იყო ის, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა და შეგვეძლო. ამ პერიოდში 1000 წლეულების მიჯნაზე გაჩნდა არაერთი სადისკუსიო სივრცე, საჯარო პლატფორმა, წიგნები და სტატიების კრებულებიც გამოიცა, სადაც აზრის ლიდერები გასული წლების მოვლენების ღრმა გააზრებას გვთავაზობდნენ. მაგრამ მთელი ეს პროცესი ძალიან ცოტა ადამიანს შეეხო. ამავე დროს რას ვხედავდით ჩვენ ირგვლივ ოჯახებში? მამაკაცებმა ყველაზე ცუდად აუღეს ალღო ახალ დროებას. ძველი დროიდან ვერ გადმოიყოლეს ვერც ფინანსური რესურსი, ვერც სამსახური და სამწუხაროდ ვერც ფუნქცია ოჯახში. საბჭოთა საქართველოში მყარად მდგარი მამები საერთოდ არ აღმოჩნდნენ მზად არასაბჭოთა საზოგადოებაში დასამკვიდრებლად. შესაბამისად, ოჯახში ქალი გახდა მთავარი მშრომელი და ფაქტობრივად ერთადერთი ბურჯი. თანდათან აღმოჩნდა, რომ შვილების თაობას მამებმა დაახვედრეს ვალები და დეპრესია, რაც მსუბუქი ტვირთი არ იყო ახალგაზრდა თაობისთვის. სიდუხჭირე და საფრთხის განცდა საზოგადოებრივ ფონად ჩამოყალიბდა, თუმცა პარალელურად პოლიტიკური კონტექსტი ნელ-ნელა ძერწავდა საქართველოს როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი დერეფნის ფუნქციას. რას ნიშნავდა ეს ფუნქცია? ეს ფუნქცია ნიშნავდა, რომ ჩვენ საჭირო ქვეყანა ვართ, რომ ჩვენ ვართ ერთგვარი ცენტრი, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ხვდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავის დროზე დერეფნის ფუნქცია საქართველოს დასავლეთმა შეურჩია. ედუარდ შევარდნაძის დამსახურება კი ის იყო, რომ სწრაფად მიხვდა ამ პროექტის მნიშვნელობას და ყველანაირად მხარი დაუჭირა მას.
მაგრამ ამ პოლიტიკური ფუნქციის გვერდით საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ არა ცენტრი, არამედ სწორედ რომ პერიფერია, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის. შესაბამისად ვაზროვნებთ და ვიქცევით როგორც პერიფერია. საკუთარ თავზე წარმოდგენების მსხვერვის აი ამ ხანგრძლივ პროცესში ამ ეჭვს ვერც გავექცეოდით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში იოანე საბანიძემ განსაზღვრა საქართველოს ადგილი როგორც საქრისტიანოს ყურე, ანუ პერიფერია. ამ საზეპიროს აბოთბილელის წამებიდან, რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქვეყანისასა, თითოეული ჩვენგანი სკოლაში სწავლობდა და დღემდე სწავლობს. არის თუ არა ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი ქვეყნებისთვის საინტერესო გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობს განწირული პერიფერიული არსებობისთვის. იქნებ სწორედ პერიფერიული აზროვნება გვიბიძგებს, რომ სხვაგან დიდ ქვეყნებში ვეძებოთ დაცვაც და აღიარებაც. იქნებ ასე იყო ყოველთვის საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე და სხვანაირად ვერც ახლა იქნება. ვინ აღიარებდა ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიო დონის პოლიტიკოსად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რომ არ მოეხვეჭა სახელი? ვინ იქნებოდნენ ჩვენი დიდი რეჟისორები, მსახიობები, მწერლები საბჭოთა კავშირის დედაქალაქში რომ არ მიეღოთ აღიარება? დღეს კი შეთანხმებულები ვართ რა არის კარგი და რა არის ცუდი? ვენდობით საკუთარ შეფასებას? თუ ისევ იმის მიხედვით ვსჯელობთ, ვის როგორ შეაქებენ ვაშინგტონში, ლონდონში, პეკინში თუ აშხაბადში? ხომ არ არის ბედისწერით განსაზღვრული ჩვენი პერიფერიულობა, ჩვენი პროვინციულობა? დღეს ეს კითხვა პირველ რიგში ეხება თანამედროვე ქართველი ხალხის არჩევას. როგორი ხელისუფლება უნდა რომ ყავდეს? ის, რომელიც კარგად დაულაგებს ურთიერთობას დიდ ქვეყნებთან, ესე იგი, რომელიც სწორ ფარველს უპოვის? თუ ის ხელისუფლება ურჩევია, რომელიც შეეცდება ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს და პოლიტიკურ რუკაზე ქვეყანას საკუთარი ადგილი დაუმკვიდროს, თუნდაც ამისთვის დიდი რისკების გაწევა ერთად დაგჭირდეს. საქართველოში დღეს დაპირისპირების ერთი მთავარი თემა უკრაინაა. იყო თუ არა სწორი, როდესაც უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის არმიას. შევაქოთ თუ გავკიცხოთ ქვეყანა, რომელიც მალე უკვე 4 წელიწადია ბრძოლით იცავს თავს და ფაქტობრივად სისხლისგან იცლება. ამ ამბის ერთი ხედვა ის არის, რომ უკრაინა რუსეთს ვერასდროს ომს ვერ მოუგებს და ტყუილად სწირავს თავის მოსახლეობას, ტყუილად ანგრევინებს რუსულ ბომბებს ამ მშვენიერ ქვეყანას. ამ ამბის მეორე ხედვა კი ის არის, რომ თავისი ბრძოლით უკრაინამ პირველ რიგში საკუთარ თვალში და მერე მთელი მსოფლიოს თვალში შეიძინა სუბიექტურობა, საკუთარი ხმა და საკუთარი სახე. სპეციალისტების აზრით, დღეს ევროპის უსაფრთხოება საერთოდ წარმოუდგენელია უკრაინის გარეშე. თვითონ უკრაინელებს დიდი სულიერი შრომა უწევთ იმისთვის, რომ ყოველ კრიზისულ მომენტში, როცა მათგან დანებებას ითხოვენ, თავიდან ჩამოყალიბდნენ სადგანან, იქ სადაც არჩევანია, თუ იქ სადაც ბედის წერაა. ჯერჯერობით ბედისწერის მორჩილებით მათ ფარხმალი არ დაუყრიათ და არც თავდაპირველი არჩევანისთვის უღალატიათ. უკრაინელები დღითი დღე აქანდაკებენ საკუთარი ქვეყნის სახეს, რომელსაც მტერიც და მოყვარეთ, აი სწორედ ამ არჩევანის გამო ანგარიშს უწევს. ჩვენ კი საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღე ჩაგვჩიჩინებენ, რომ არჩევანი არ გვაქვს და ჩვენი ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი არის ჩვენივე ბედისწერა. მოარული ფრაზა, აბა ომი გინდა? იმიტომ აღმოჩნდა ასეთი ქმედითი, რომ სწორედ ბედისწერის ძალაზე მიანიშნებს. ჩემი პირადი აზრია, რომ აი ახლა ბედისწერის მიმართ მორჩილებაში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ შეგვეცვალა ხასიათი მარცხის ათწლეულების გავლის შემდეგ. ეს საშიში კითხვა, აბა ომი გინდა? ერთი შეხედვით სიცოცხლის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. თუ სიცოცხლე რამედ გვიღებს, წინასწარ წაგებულ ომში არ უნდა შევიდეთ. მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლის სიყვარული, სიცოცხლის როგორც თავისთავადი ღირებულების დამკვიდრება სწორედ ავთანდილის პრინციპებით ცხოვრებას ნიშნავს, რასაც კიდევ დაუბრუნდები სხვა პოდკასტში, როდესაც ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ.
ახლა კი მინდა ქართველი მწერლის გურამ გეგეშიძის ერთი ციტატა შეგახსენოთ. საქართველოს ისტორიაში იყო ეპოქები, როცა ერი უდიდეს პატრიოტიზმს ავლენდა და წარმოშობდა სამშობლოსთვის სიცოცხლის გამწირავ ადამიანებს, მათი რიცხვი უამრავია, მაგრამ იყო უკიდურესი დაცემის ეპოქები, როცა ეკონომიკური სიდუხჭირე და წრეგადასული მერკანტილიზმი სრულიად აქრობდა ამ ჭეშმარიტად ამაღლებულ განწყობას ხალხში. აქ ციტატა სრულდება. რას ასახელებს მწერალი ერში პატრიოტიზმის გაქრობის წინაპირობად? ორ ფაქტორს: ეკონომიკურ სიდუხჭირეს და წრეგადასულ მერკანტილიზმს. ეს წერილი, რომელსაც ქვია ქართული პატრიოტიზმი, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, როცა ომები უკვე წაგებული გქონდა, მაგრამ ბედისწერის შიშით სამშობლოს დაცვაზე უარი არ გვითქვამს. მაშინ სიდუხჭირე ნამდვილად არ გვაკლდა, მაგრამ წრეგადასული მერკანტილიზმი ბოლო 10 წლეულების დამღაა. ცხადია, დღეს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური წესრიგი, ანუ ფაქტობრივად უწესრიგობა, ხელს არ უწყობს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, რომ დადგეს ერაცხვა ერთა შორის, როგორც ამას ნატრობდა გრიგოლ ორბელიანი. მაგრამ ეს გადაცემა ეძღვნება ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენივე ქვეყნის მიმართ, ეროვნული ღირსების ჩვენეულ აღქმას და არა სხვა სახელმწიფოების განზრახვებს ჩვენ მიმართ. ახლა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ლიტერატორ ზალჩხეიძესთან ინტერვიუ, რომელიც ადრე სხვა გადაცემაში ერთხელ უკვე ვახსენე. ჩემი ერთ-ერთი კითხვის პასუხად მან მითხრა, ციტატა: მე მგონია, რომ პერმანენტული მარცხის კი არა, პერმანენტული წინსulis წლები გავიარეთ. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ თავისუფლება რაიმე სხვა ფორმით არსებობს, გარდა იმ ფორმისა, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ მან არაფერი არ იცის თავისუფლების შესახებ, საერთოდ არაფერი არ იცის. აქ ციტატა სრულდება. ასეთი მხნე აზრები მიდასტურებს, რომ წარსული სიმძიმის გარდა ჩვენი საერთო სიმდიდრეც არის. ერთწლიანი მუდმივი პროტესტი კი მაფიქრებინებს, რომ ქართველების ნაწილს მაინც ჯერ ხელი არ ჩაგვიქნევია ჩვენს თავზე და ჩვენს ქვეყანაზე. ეჭვის ქვეშ არ დაგვიყენებია არც ჩვენი წარსული და არც მომავალი. მაგრამ აქ ორი კითხვა მიჩნდება. ქვეყნის ბედს რა განაპირობებს? ის თუ როგორები არიან ინდივიდები, თუ ის თუ როგორია უმრავლესობა? და მეორე კითხვა, სინამდვილეში როგორია უმრავლესობა? ესე იგი, როგორია უმრავლესობის თავისუფალი არჩევანი დღეს საქართველოში? ჩემს ერთ არგუმენტს გაგიზიარებთ. ავტორიტარიზმს სჭირდება სინქრონიზაცია და ეს ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ხოლმე სადღესასწაულო დღეებში. მაგალითად, რაც უცებ გამახსენდა, ყოველ ახალ წელს მთელი საბჭოთა კავშირი უყურებდა ელდარ რიაზანოვის ფილმს „ბედის ირონია“, ანუ გაამოთ, და ყოველ საბჭოთა ოჯახში აუცილებლად სადღესასწაულო სუფრისთვის მზადდებოდა სალათი ოლივიე. დღეს საქართველოში სინქრონიზაციის ასეთი მოვლენები კი არა. ეს ხო საერთოდ არ არსებობს, აი ჰორიზონტზეც არ ჩანს, თუნდაც ერთი მაინც. პირიქით, ქვეყანა შინაგანი წინააღმდეგობებისგან ტორტმანებს და ეს ტორტმანი მოწმობს, რომ ნამდვილად ცოცხალი ვართ, როგორც ერი. მაგრამ რა არის დღეს ჩვენი ქართული სახელმწიფოს იდენტობა? სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ თუ კულტურულ რუკაზე? დამოუკიდებლობის პერიოდშიც ვრჩებით თუ არა პერიფერიად, რაც თითქმის ყოველთვის ვიყავით. საკუთარი ფუნქციის შეძენის მცდელობა უკვე წყალს გავაყოლეთ თუ გვაქვს არჩევანი, რომ თუნდაც კიდევ ერთხელ ვცადოთ. პიროვნული და ეროვნული ღირსება რამედ გვიღირს თუ ბედისწერის მორჩილებაში გავცვალეთ. დღეს მეტისმეტად ბევრი უპასუხო კითხვა დავსვი. ამ კითხვებს შემდეგ გადაცემებში დავუბრუნდები. რადგან კარგახანია საქართველოში სადისკუსიო სივრცეები აღარ არსებობს, გთავაზობთ აქვე გადაცემის კომენტარებში მომწეროთ თქვენი მოსაზრებები და კითხვები საქართველოს დღევანდელ ადგილსა და ფუნქციაზე. ცადოთ ვიაზროვნოთ და თუ საჭირო იქნება ვიკამათოთ კიდეც. მე ერთი კვირით გემშვიდობებით და გიტოვებ ტრადიციულ თხოვნას გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი. თქვენთან ყოველი კონტაქტი გვაძლიერებს ნამდვილად, განსაკუთრებით ახლა ჩვენი ურთიერთობის საწყის ეტაპზე. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.